გამარჯობა, მეგობარი, ისევ თქვენთან არის და ისევ ახო ექიმს მოვაკითხე, თანაც ძალიან საპატიო მიზეზით. მიზეზი რა არის ახლა? 40 გადაცემა მოვამზადე ფაქტიურად, ესე გამოვიდა და ზოფიანივი დავრბივა რომ არჩევ ამ თემებს, მე საჭირო სტუმრებს ამ თემების შესაბამის და უცებ მივხვდი რომ 40 გადაცემა ვაკეთე და ცოფი არ გამიმზადებია. არადა ყველაფრის თავი და მე მგონი ბოლოს ეგ არის მნიშვნელოვანი დაავადება. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაავადებაა და რაც თავარია რომ თუ დავფიქრდებით, მაინც და მაინც ცოფი არც ვიცით რა არის. ამიტომ ვახტანგ მამალაძესთან მოვედი და მადლობა მინდა გადავუხადო დღის ბოლოს კიდევ ერთხელ რომ იმასმინდა. დავიწყოთ მარტივი შეკითხვით. ნუ რამდენადაც მარტივია. განმარტებით, რა არის ცოფი? რა ტიპის დაავადებაა? ცოფი ეს არის ანთროპოზოონოზური დაავადება, განმარტავთ თქვა თავის ტერმინოლოგიებით და მე ხო, უგობრებს ეშინიათ ტერმინების. ხო, არა, მე არ შევაშინებ, მე ყოველთვის ძალიან გასაგებია საუბრობ. ეს არის ანთროპოზოონოზური დაავადება. ეს რა არის? ეს არის ცხოველიდან ადამიანზე გარდამავალი, ესე იგი დაავადება. ესე იგი ცხოველიც ავადება ადამიანიც. ეს საკმაოდ საშიში დაავადებაა. ეს არის თბილსისხლიანი ცხოველების თითქმის ყველა და ცხოველი, ესე იგი ყველა არსება ავადდება, როგორც ცხოველები, ისე ადამიანი. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა ისიც ვთქვათ, რომ სოფლიოში 59,000 ადამიანი კვდება წელიწადში. ცოფით. კი. მაშინ აქვე ჩაურთავ. ეს ადამიანები ცხოველებისგან ავადდებიან. ცხოველების კბენით, რა თქმა უნდა, ცოფიანი ცხოველი, ცოფია ძირითადად მგელი, მელატურა, რა ვიცი, ესეთი ველური, რასაც რეზერვუარს წარმოადგენენ ესენი, კურდღელიც კი, მღრნელები, აბსოლუტურად ციყვებიც კი. ესენი არიან ძირითადად რეზერვუარის შემნახველი ტყეში, მაგალითად ამ დაავადების და თუ მათ უკბინათ ცოფიანმა უკვე ესე იგი ადამიანს, ადამიანი აუცილებლად და ადამიანი ყურადღება არ მიაქცია, ან პრევენცია არ ჩაიტარა, ის რა თქმა უნდა სამწუხაროდ კვდება. ეს არის ყველაზე ძალიან ესე იგი ლეტალურად ასრულებს თავის ყოფას. ამიტომ დროული ვიზიტი ექიმთან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესე რა, ინფექციაა? თუ ინფექციური დაავადებაა? თუ რა როგორ ნეიროვირუსით გამოწვეულია, ეს კი ნეიროვირუსით, რომელიც ბოჭავს არსებობს ნეირონებში, ესე იგი ნერვოუჯედებში და შემდგომში ბაბეშნიკის ხელოვნებად გამოდის ნერვს მოყვება და როდესაც ესე იგი ცხოველი უკმენს ადამიანს, უკვე ეს ინფიცირდება ადამიანი და ნეირონებით ხდება ესე იგი გადაადგილება და მიდის თავის ტვინისკენ. ეს ყველაფერი და ადამიანი საერთო ჯამში კვდება. თავის ტვინს პარალიზებას ასნებავდნენ მთლიანად კი, რა თქმა უნდა და ეს არის ძალიან, რა ვიცი, ძალიან ცუდი დაავადება. მაგრამ სხვადასხვა მე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ადამიანი გადარჩა ქალი მკურნალობით. სასწაულად გადარჩა, არ ვიცი ეს. მაგრამ რაღაც ქვეყანაში არ, მაგრამ ეს არა დეტალები ინფორმაცია, მაგრამ ერთადერთი ადამიანი, რომ ესე იგი ცოფი დაინფიცირდა და გადარჩა. საკმაოდ ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპიებით, ექსპერიმენტებით ჩაუტარეს და ნუ აი გადარჩებოდნენ ფაქტის სახეზე, რომ ერთადერთი ქალი ისიც. რამდენად კარგად ვიცნობთ ამ დაავადებას? არის რაღაცა ბნელი კუთხეები, რომლებსაც ვერ ხვდებით. აი თუნდაც ახლა რაც ვთქვით, რომ გაუსრულიად ანომალიურად ადამიანი გადარჩა. ნუ სამწუხაროდ ისა რომ ეს ნედად საერთოდ ცოფი თვითონ არის ისეთი პათოლოგია, რომ ჯერ პრეპარატი არაა მოგონილი, რომ დაუშვათ ის დაიძრგუნოს, შეჩერდეს და რაღაცა. არსებობს მხოლოდ პრევენცია, პროფილაქტიკური ღონისძიება. პროფილაქტიკური ღონისძიება არის ეს წელიწადში ერთხელ ანტირაბიული ვაქცინაციით, როგორც ადამიანის, ასე ცხოველის ვაქცინაცია. როდესაც ანტისხეულებების ტიტრი ესე იგი ნორმაში დგება, ის უკვე თავდაცვის უნიკალური საშუალებაა ესე ვთქვათ და ნუ ნაკლებად ალბათობა არის მინიმალური, რომ დაავადეს ის ცოფით. თუ არიან რეზერვუარი ცხოველები, რომლებიც ამას ატარებენ, მაგრამ არაფერი მოსდით ამის გამო. კი. მათი ახლო ნათესავები, მაგალითად ძაღლები, რატომ კვდებიან იგივე დაავადებით? ნუ ძაღლი არ წარმოადგენს რეზერვუარს არ წარმოა. ეხლა როგორ არის? ეხლა რეზერვუარი რა არის? ისა და იმას ორგანიზმში არის ვირუსი, მაგრამ როგორც კი რეზისტენტობა უვარდება, ის დაავადება აქტიურდება, ვლინდება კლინიკური ნიშნები, უკვე იწყება ის აქტივაცია და შემდგომში აგრესიული ფორმის დროს ის აღწელებს ამ დაავადებას. აი ესა ძირითადად. ესე იგი, რო დავაზუსტოთ, მგელს მუდმივად აქვს ეს ცოფი? არა, ყველას არა აქვს, მაგრამ არსებობს რაღაც გარკვეული ზოგიერთი ესე იგი ინდივიდს გააჩნია დავუშვათ, მაგრამ არ ავლენს
კლინიკურ ნიშნებს. ის ინახავს იმაში, ის აქვს მას მატარებელი, ესე ვთქვათ, მაგრამ დაუშვათ მას შეხვდა სხვა ვირუსი კიდევ, თუ რეზისტენტობა დაეცა, უკვე აქ იწყებს ცოფი, ესე იგი, აქტიურებას და უკვე გამავრცელებელია ფაქტიურად. ესე იგი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ გარეულმა ცხოველმა უკბინა, მაგალითად, შინაურ ცხოველს ან ადამიანს, ეს 100%-იანი გარანტია იმისი, რომ მას ცოფი დაემართება? არ არის, არა, 100%. შეიძლება არ ქონდეს იმას ცოფი, ხო ასეა? აი უფრო მელიები, მაგალითად, აი თუ გარეული ცხოველი, აი ესეთი შემთხვევა ყოფილა, რომ ესე იგი კუდის ქიცინით მელია მოდის ადამიანისკენ, არანაირ შიშს არ ავლენს, თითქოს აი ძაღლების გვერდზე დაუწვება, რაღაცა მომეფერე, აი ესეთი უკვე ეჭს ვადებს. ეს არის პროდრომალური პერიოდი, აქ საერთოდ ცოფის ერთ-ერთი ფორმა და უკვე ეს ავლენს, რომ ესე იგი უკვე უნდა მივხვდეთ, საერთოდ პროფესიონალი მივხვდება, რომ აქ რაღაცა წესრიგში არ არის, თავში რაღაცა ესე იგი ნეიროენცეფალოპათია არის და უკვე იწყება უკვე რაღაც ესეთი ქცევები და ცოტა ესეთი მელიებია საშიში, რომელიც მე უკმენს ადამიანს, გაავრცელებს, გადმოსდებს და აინფიცირებს ადამიანს და ადამიანი უკვე ავადდება ამ ცოფით. ესე იგი ერთი, გავიგეთ ის, რომ როდესაც გარეული ცხოველი უკმენს, ეს 100%-იანად არ ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად ცოფი გადაედება. იმ გარეულ ცხოველს შეიძლება კონდეს, მაგრამ არაფერი მოუვიდეს, მაგრამ შეიძლება კონდეს და თუ დასუსტდა, მერე უკვე მასაც მოუღოს ბოლო ამ ცოფს. რა თქმა უნდა. ეს მიმართებები გარეულსა და შინაურს შორის მე თუ რამე გამახსენდა, მე კიდე გეტყვით, მაგრამ ეხლა გადმოვიდეთ მაშინ აქეთ. ესე იგი, დაუშვათ ცოფიანმა დაკბინა არა გარეული ცხოველი, შინაური ცხოველი. რა პროცესი მიდის აქ? თუ ძაღლი აცრილია ერთი და თუ ძაღლი აუცრილი. თუ ძაღლი აცრილია, იმას გააჩნია ანტისხეულები, ესე იგი ანტისხეულების ნიშნავს უკვე ესე ვთქვათ ჯარისკაცები ორგანიზმში, რომელიც იცავს ესე იგი შემდგომი შემოსული ვირუსისგან. ესე იგი იმუნიტეტია, ესე იგი რეზისტენტობა არის გაძლიერებული. მისი საერთოდ როგორ არის ვაქცინირებული საერთოდ ძაღლი კიდკა და იყოს 92-93% მაინც დაცულია. ესე იგი რომ დაინფიცირდეს, ძალიან ესე სუსტად მიმდინარეობს ეს პათოლოგია ამ დროს. ჩვენ კიდე ხელმეორედ მოახდინოთ ეს ვაქცინირება კიდე ცხოველის, გაუძლიეროთ იმუნიტეტი და ამით ეს არის პრევენცია. რა თქმა უნდა, დავუშვათ ჩვენ დაკვირილი ძაღლი რომ მოყავთ ან კატა, ყავცეთ რევაქცინაციას ვუტარებთ, კი ჩავხედავთ მონაცემთა ბაზაში, ვნახავთ, მაგრამ რევაქცინაციას ვუტარებთ, ვმუშაობთ ჭრილობას, რა თქმა უნდა და შემდეგ. და მე შემდგომში უკვე რა ვიცი, შემთხვევა არ ყოფილა რომ აი ესეთ ვაქცინირებულის გაცოფების ფაქტი მე არ მინახე ნამდვილად. და სხვათა შორის რაოდენს საოცარ მე არ მინახე კატა გაცოფებული. ცოფიანი კატა არ მინახია. მართლა? ძაღლი მინახე, კატა არა. მე 96 წლიდან მუშაობ ვეტერინარიაში. ბატონო? ხო შეიძლება რომ დაემართოს თეორიულად. კი, თეორიულად კი, მაგრამ მე არ მინახია და ბევრს არ უნახია. ძალიან მეკითხები, ყოველს გინახიათ ცოფიანი კატა. აი ძაღლი კი გვინახიათ, კატა არა. იშვიათობას წარმოადგენს და რატომ გეტყვით? აი დაუშვათ აი ცოფიანი ძაღლი მოდის, გამომორბის ხო? კატა ხეზია ვანგან თავს უშველის და ვერ წვდება, ესე იგი ძაღლი რომ მოახდინოს და ინფიცირება, რომ უკბინოს. აი ეს არის განსხვავება, ეს ალბათ ეს მე ასე ვფიქრობ ეს მექანიზმი ალბათ. გადადება მხოლოდ და მხოლოდ ნერწყვიდან კბენა, ძირითადად უნდა მოხდეს კბენა ან დადორბვლა, თუ დორბლი მოხდა ჭრილობაზე. ჭრილობიდან მე ნეირონებით და ეს უკვე ვრცელდება, ნელ გადაადგილდება და ესე შემდეგ. დაკაწვრის შემთხვევაში თუ დაკაწვრაში ესე იგი შეიძლება დაიკაწროს და არ იყოს დორბლი არ იყოს, ეს ნერწყვი უნდა იყოს, ისი არ ხდება. ნერწყვი უნდა მოხდეს სისხლში, როგორც ვთქვი. ჭრილ ხო, კი, რა თქმა უნდა. ნერწყვი ნერწყვში, მაგალითად თამაშის დროს ნერწყვი არა, ესეთი რამე არ არსებობს, არა, ნერწყვი არა, ნერწყვი არა, ესეთი რაღაც არ ხდება, არა. აუცილებლად უნდა ჭრილობაზე, ჭრილობიდან მე გადაეცემა ნეირონებზე და გადაეცემა უკვე თავის ტვინისკენ და ეს ხდება და გასაგებია. დამძიმება მდგომარეობის. გასაგებია. სპონსორის Nutrimax სპეცის შეკითხვა მინდა დაგისვათ, რომელიც შესავალით არის და მე შეკითხვა მოყვება. ცნობილია, რომ ცხოველი გადამდები ხდება კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე. რა არის მაქსიმალური პერიოდი, როდესაც ვირუსი უკვე ნერწყვშია, მაგრამ ძაღლი აბსოლუტურად ჯანსაღად გამოიყურება. აი, საინტერესო კითხვაა. ესე იგი, მოხდა დაკბენა, მომენტალურად ჩნდება სიმპტომები თუ რაღაცა პერიოდი ინკუბაციის პერიოდს ეძახიან ეს ვითარდება ეს დაავადება ცხოველში და მერე ავლენს. ინკუბაციური პერიოდის დროს ცხოველი არ ავრცელებს ცოფს.
კლინიკური ნიშნის გამოვლენიდან იწყება ინფექციის ვირუსის გავრცელება. აი ეს წინადადება არის კბენიდან, აი გამოვლენა, ის აგრესია დაუწყო კბენა და ის ავრცელებს ამ ნერწყვის საშუალებით ამ ვერ დაავადებას. აი სწორედ მაშინ არის საყურადღებო, რა თქმა უნდა, ცხოველი ისე გადადის იზოლაციაში დაკმენიდან 10 დღის განმავლობაში. ვაკვირდებით ვეტერინარები, დავუშვათ ეს სახელმწიფო სტრუქტურა იქნება თუ ჩვენ და 10 მინუტის მერე ხდება ესე იგი ზომების მიღება შესაბამისად. მაშინ ეს შემოვიდა. მე შევეცდები რომ სცენარები დავატრიალო. ნახეთ, შევხვდი რაღაცა ძაღლს, რომელიც დაკმენილია 7 დღის წინ. ავლენ და მაგრამ მე არ შემხედრია ამ აგრესიას. მე ხომ არ ვიცი ის მე რამდენი დღეში ასე ვთქვათ მისი დაკმენიდან. გამოვლენიდან 10 დღე ცოცხლობს, ну 12, ხო როგორ თუ. ხო, მაგრამ მე ხომ არ ვიცი. მაგრამ თუ სოფიანია ის აუცილებლად მოკვდება. ხო, ის არ გადარჩება. არ გადარჩება. ასე რომ ის რამოდენიმე დღის წინ თუ სოფიანი იყო, ის ჩვენამდეც მოკვდებოდა. აი 15 დღის წინ რო ყოველ გამოევლინა დავუშვათ ამ ძაღლს ეს სიმპტომატიკა, ის მოკვდებოდა ჩვენამდეც. ესე იგი, ამიტომ ის 10-12 დღე არის მთავარი. გავიგე, მაგრამ 7 დღის წინ რო ყოფილიყო და არა 3 დღეში მოკვდება. ხო, მაგასაც მე აქ მაგრამ ის პირველი ის როგორ არის იცი? მოქმედებაზე. ის როგორ არის, იმას უკმინა მე გავიდა 100 არ ხდება. ის მალევე კვდება, ის რო კბენს ის მალე კვდება აუცილებლად. ის არ რჩება დიდხანს. ის კი თუ მან კლინიკურად დაიწყო ესე იგი სალივაცია და ავრცელებს დაავად ის მალევე კვდება, ის ვერ გადარჩება ვერანაირად. აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად რომ ის 10 დღე არის სახელმწიფოს მიერ ესეთ მაშინ საკანონმდებლო ბაზაშიც გიწერია რომ 10 დღის განმავლობაში ეს არის საკარანტინო პერიოდი. და მე შეიძლება მესამე დღეს მოგდეს, შეიძლება მივხვდეთ 10 დღე მაქსიმუმი აღებული. იყო ესეთი შემთხვევა სხვათა შორის ეს იყო 97 წლის ესე იგი რომელიღაცა ზაფხულის პერიოდი იყო. მომიყვანეს როტვეილერი და არანაირი სიმპტომატიკა სოფის არ ყოფილა. ესე იგი მქონდა რაღაც თათზე ქონდა პრობლემა და ამ დროს თათზე უნდა უცებ მოკლედ ისე მოხდა რომ ჩემი თითი აღმოჩნდა ალიკაპის პირის ღრუში. მიკბინა მოკლედ. სულ სხვა რამეზე ვკურნალობდით. მოკლედ ისე მოხდა რომ მეშვეულებაში გავდიოდი და გადავამისავერდე სხვა კლინიკაში ჩემი ეს ძაღლი პაციენტი. მე რო წავედი, მოკლედ ერთი თვის მერე, ესეთი შემთხვევას გეტყვით, ზუსტად ჩამოვედი და მოვიკითხე ეს პაციენტი როგორ არის მეთქი, გადავერეკე კლინიკაში და მე ძაღლი მოგვდაო და რითი მოგვდაო? ცოფითო, როგორ რანაირად გადაარდა მიკბინა, მე ხო ვიცი რომ მიკბინა, მოდი მე შემთხვევები რაღაც თავის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რა საომეთქი, მე გადავერეკე სოფლის მეუს ლაბორატორიაში, ყველაფერი კიო ცოფი ნამდვილად. ну патрონს უნდა რატო ხო იცოდი რომ მიკბინა მეთქი ვაიმე არ გამახსენდა საერთოდ აი რა ხელა ის არის პასუხისმგებლობა და უყურადღებობა ამ ხრივ ну რა თქმა უნდა მე აცრელი ვიყავი იმიტომ რომ ჩვენც ვიცრებით ვეტერინარები წელიწადში ერთხელ მაგრამ ну მაინც თავბრუსხვევები და ტკივილები დამეწყო მაგ პერიოდში უკვე და რომ მივედი რა ბიოლოგთან და რაღაცა ну შენ აცრელი ხარ და იმიტომ აქვს ანტისხეულები და მოკლედ ამ გადამარჩინა და მოკლედ გაცილი რომ არ ყოფილი ალბათ ეს თან მობილურების ეპოქა არ არის, როდესაც სადღაც დაგირეკავდნენ და შეგატყობდნენ. და აქედან გამომდინარე, ესე იგი მომიწია კიდე რევაქცინაციების ჩატარება, ხშირად არ დამჭირდა რევაქცინაციები გამიკეთდა და რავი ცოცხალი ვარ, ამდენი წელი გავიდა იმის მერე. მაგრამ ამიტომ საერთოდ აი ყოველთვის მარტო ის არ არის, აი როცა ბავშვი დავშა თამაშობს ეზოში, დავშა ძაღლმა დაკაწრა ან დაკმინა, ყოველთვის მშობელი უნდა იყოს ძალიან ყურადღებით უნდა იყოს აუცილებლად. მაგრამ ის კიდე ესეთ შემთხვევაა, თუთიყუში ყავთ დაუშვათ გალიაში თუთიყუში მოუკვინა ბავშვს და გარბიან რა ბიოლოგთან. ან ზაზუნა თუ ყავთ დაუშვათ ტერარიუმში. ან ზღვის გოჭი და გარბიან. სად გარბი ხარ? რატო გარბი ხარ? ჯერ მოდი დარეკე ვეტერინართან, კითხე. არის რისკ ფაქტორს წარმოადგენს თუ არა ზაზუნა ან ზღვის გოჭი ან თუთიყუში? აგერ გეკითხებით. რა თქმა უნდა არა. რატო? თუთიყუში მოდი თუთიყუშები არიან ყოველთვის იზოლირებულები. ფრინველები ძირითადად არ ავადდებიან საერთოდ სოფით. ამის გავრცელების არეალი არ არსებობს ფაქტიურად. ეხლა თუ ცოფიანმა ძაღლმა უკბინა დაუშვათ ქათამს ან რაღაცა ეხლა სტატისტიკა მე არ მინახია რომ დაინფიცირდება ალბათ მაგაზე ძნელი ამას საუბარი, მაგრამ საერთოდ იყო ერთი შემთხვევა რომ თუთიყუში ერთხელ დაავადდა კი ცოფით. იყო ეს სადღაც ეს იყო თვალწდები სიცილიაში იყო ეს შემთხვევა. და ისიც შემოყვანილი იყო რაღაც იმ დღეს გემით შემოიყვანეს და რაღაც სხვა ქვეყნიდან ისიც. ნუ ასე დაადგინა ლაბორატორიამ, მაგრამ არავინ არ იცის საიდან როგორ და რა გზები არ იციან ამასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევა არ ყოფილა არასდროს, ფრინველებზე არ ყოფილა. იგუანა მოკბინა მას კაცს გავარდნენ გიშებით რა ბიოლოგთან, ცხოველმა მიკბინა არ უხსნიან ვერ განუმარტეს რა ცხოველმა უკბინა მოკლედ რაღაცა და
გაიკეთა ვაქცინაზე სულ ცივსისხლიანი რეპტილია მოგვინა და ცივსისხლიანებს არა აქვთ. არა აქვთ, ისინი არ ავადდებიან, მარტო თბილსისხლიანების დაავადება არის საერთოდ. როდესაც მიკბინა ცხოველმა და ჩვენი თვალყურის არეალშია რა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია რომ ამ ძაღლს დავაკვირდეთ, უნდა გავიქცე და გავიკეთო შრატი, თუ დავაკვირდე და იმის მიხედვით მოვიქცე და გვიანი ხო არ იქნება. საერთოდ ასია, როდესაც ცხოველი, დაუშვათ მიუსაფარი ცხოველი, ხო, რომც არ ვიცით იმ ცხოველის ასავალი, ის ვაქცინირებული, არ არის ვაქცინირებული, არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ნუ კარგი იქნება თუ რა თქმა უნდა, ცხოველი 10 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს. ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის იქნება მუნიციპალური თავშესაფარი იქნება თუ ვეტერინარული კლინიკის კერძო კლინიკაში, ნუ არ აქვს. მაგრამ თავარია რომ რა თქმა უნდა, უნდა 10 დღის განმავლობაში, 10-12 დღეც კი მე ვიტყოდი, უნდა დავაკვირდეთ, უნდა მეთვალყურების ქვეშ იყოს, როგორ ჭამს, როგორ სვამს, როგორ რა კლინიკური ნიშნები აქვს, ტემპერატურა, თერმომეტრია, ყველაფერი უნდა ჩატარდეს. და ამის მერე როცა 12 დღე გავა და 13 დღეც გავა, ესე ვთქვათ, დავინახეთ რომ ძაღლს არანაირი სიმპტომატიკა არ გააჩნია, კარგად არის, ნუ მერე უკვე შეგვიძლია ჩვენ ის შიში მოგვეხსნას. შიში მოგვეხსნას, მაგრამ იცით როგორი რაღაც არ მინდა მოხდეს? მიკბინა ძაღლმა ველოდე არაფერი არ გამოუვლინდა და გამოუვლინდა იმისეთ დროს რომ უკვე ჩემთვისაც გვიანია. ის საშიშია, როცა აგრესიას ავლენს, როცა უკვე ის სალივაცია დურში მოსდის. სოფიანი ძაღლი როგორ გამოიყურება, იცით, აი ქაფი მოსდის, უკანკალებს, ტრემორი აქვს, იმას გუგები გაფართოებული აქვს. აი აშკარად ეთყობა რომ ის არის სოფიანი. ეხა ის ნაზი და ნორმალური ვიზუალი არ გააჩნია დაინფიცირებულ ძაღლს. აქედან გამომდინარე ჩვენ მივხვდებით, ეხა ელემენტარული უცოდინი არის კი მივხვდება რომ ის ცოფიანი არის თუ არა, თუმცა არ უნდა შეგვეშალოს, არის სხვა დაავადება, აი მაგალითად როგორც არის ჭირი, ჭირის დროსაც მსგავსი სალივაცია, დუჟი, ან შეიძლება ინტოქსიკაცია იყოს და იქაც სალივაცია ქონდეს. ეს უკვე იდენტიფიცირება ამას ვეტერინარმა უნდა გაუკეთოს, რა თქმა უნდა. რომ განვარცოთ ის თემა მელიაზე რა თვითიც დავიწყეთ. მოდი ჩამოუყაროთ ერთად მაშინ რო გქონდეს. აი ველური ცხოველები საერთოდ ხო. არა მხოლოდ ველური, ნიშნები. შევხედეთ როგორ ხვდებით. ნუ პირველად გუგები გაფართოებული აქვთ. შეიძლება ტრემორი კონდეს ან ენა ქვედა ყბის პარეზი კონდეს ჩამოგდებული ენა გადმოგდებული პირს ვერ ხურავს ეს უკვე მეტყველებს ამაზე რომ პარეზი აქვს უკვე ის სოფიანია ფაქტიურად იმას და მოკლედ მიგდებული იმალება სიბნელეშია წყალს არ სვამს აი წყლის მასთან დაკავშირებითაც ხო თქვა ფობიები აქვს მაგათ უკვე წყლის და სინათლის ფობია აქვს ეს არის მთავარი მაგათთვის პირველი სიმპტომი თუ ჩვენ დავინახოთ წყალს ცხოველი არ სვამს და აშხურებენ კიდევაც აი ყოფილა შემთხვევა რომ აი დაუშვათ ვინც გარკვეული ამაში წყალს თუ მიაშხულე ის აკივლდება ხოლმე რომ შეეშინია რომ ესე იგი შიში აქვს უკვე წყლის ფობიები ეს არის პირველი სიმპტომატიკა გამოვლინება ცოფის დაუშვათ დაკვენის შემთხვევაში დავიკბინე ცოფიანი ცხოველისგან შრატი რამდენად მოქმედია და რამდენად შველის კი, ეს არის პასიური იმუნიზაცია, არის აქტიური იმუნიზაცია და პასიური. ნუ შრატი რა თქმა უნდა საჭირო არის მაგ შემთხვევაში, როცა ნამდვილად ვიცით, რომ ცოფიანია, შრატი ის ქვი, რომ დროზევე მოხდეს შებოჭვა ამ ნეიროვირუსის და შემდგომში ვაქცინაცია სქემატურად კეთდება, ეს კი ნორმალურია ეს. შრატი საჭიროა. კი. არა, საჭირო არა, რამდენად მუშაობს რა. მუშაობს, კარგად. დღეს გავრცელებულია როგორც ფრანგული პრეპარატები, არის ჩინური, სხვათა შორის და ძალიან, რა ვიცი, ჯანმო ამას ძალიან კარგად ახასიათებს. იმიტომ რომ ეს ჯანმოს ეგიდი და დირექტივებით ხდება ამ ყველაფრის პრევენცია. მაშინ ახლა კაცებისთვის საინტერესო შეკითხვა. შრატის შემთხვევაში დალევას რატო მოგძალავენ? არა, საერთოდ არანაირი ეს გინდ შრატი და გინდ ვაქცინაციის პერიოდში ალკოჰოლური მიღება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არღვევს იმის მოქმედებას. ამიტომ ის მარტო კაცების არა შეიძლება ქალზეც არის. არა, დალევებისაც უკვე დალევა ალკოჰოლს არ შეიძლება, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ვერ იმუშავებს ვაქცინა, ანტისხეულებს ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ ხელს უშლის ალკოჰოლი საერთოდ. ამიტომ იმ პერიოდში ანტიბიოტიკოთერაპიის დროსაც იგრძელება ბევრ პრეპარატებზე, საერთოდ ალკოჰოლი ხელს უშლის მკურნალობას, ამოდი ესე ვთქვათ. და ამ პერიოდში ამიტომ არის რაღაც გარკვეული პერიოდი იგრძელება 1 თვე თუ რაღაც 4-6 კვირა, მე როგორც ვიცი, მაგძალვა არის ვაქცინაციის პერიოდში. ადრე აკეთებდნენ ესეთი ის იყო რომ თუ გიგმეს ძაღლი 40 ნემსი უნდა გაიკეთო მუცელში ჩემ ბავშვობაში ასეთი აი იყო მართლა ასეთი რამე ადრე იყო კი ნუ და ზურგში აკეთებდნენ მუცელში ზურგში და რაღაც ეხლა ასე აღარ კეთდება დღეს ეხლა 3 ინიექცია ეკეთება თავიდან
მე პირველ დღეს, მე მესამე დღეს, მე მეხუთე დღეს, მეშვიდე და 4 რაღაცა 6 დღით ხდება და მოდი არაფერია. არანაირ უკვე სირთულეს წინ წავიდა ესე ვთქვათ მედიცინაც და მithumetes ახლა ვაქცინაცია უკვე ძალიან კარგად ვითარდება და რა ვიცი, თავარი არის მაინც პრეპარატი გამოიგონო ისეთი რომელიც აღმოფხვრავს მთლიანად ამ ვერაკ დაავადებას. იმის დასადგენად ქონდა თუ არა ცხოველს ცოფი თავსაჭრიანო ესეც ისმოდა ხოლმე კი, რა თქმა უნდა. ეს რისთვისა თუ სიმართლეა და თუ კი, როდესაც ცხოველი კვდება, ეს იქნება სამწუხაროდ ადამიანის ასია და ცხოველი ყოველთვის თავის ტვინი იგზავნება სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, სადაც ვირუსოლოგიის განყოფილებაში და სადაც რადიოლოგიის განყოფილებაში, უბრალოდ სადაც ხდება იქ ბაბეშენგის სხეულების ესე იგი მოძიება თავის ტვინში და იქ თუ ეს აღმოჩნდა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი იქნება თუ ცხოველი დაავადდა, ესე იგი ცოფის ვირუსით. ეს არის დამტკიცება იმისა, რომ ადრე იყო კიდე ბიოლოგიური ცდა. დაუშვათ დაამფიცირებდნენ ესენი ზღვის გოჭს ან დაუშვათ თეთრ თაგვებს და მე 40 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ისინი მე კვდებოდნენ და უკვე ეს იყო მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად ეს არის ბიოცდა, მაგრამ დღეს ბიოცდა უკვე ამოღებულია და მხოლოდ ესე იგი და სხვა ნიმუშიდან ვერ მიიღებენ დასტურს რომ ნამდვილად ცოფი იყო? ეს კი კიდევ ცოფიანი არა, სისხლით ვერანაირად, აბსოლუტურად თავის ტვინიდან ხდება მხოლოდ ამის იდენტიფიცირება და დაუშვათ თუ ცხოველი მოკვდა, აუცილებლად ის გამოჩნდება იქ მიკროსკოპულად იყო თუ არა ცოფის ვირუსი. სხვათა შორის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში ვიყავი ამ თემის მათთან ჩაწერა თხოვე, მაგრამ უარი მითხრეს. ეს სახელმწიფო სტრუქტურაა და იმიტომ არ შეიძლება. სახელმწიფო არ ილაპარაკებენ, არ არის საუბრები. კოსმოსური ხომ არ არის? არ იგზალება მათ შეზღუდვები აქვთ. ხო, რა ვიცი, მივედი, თხოვე და უარი მითხრეს. ცხენი ძროხა იქნება თუ ამ ცხოველებსაც აგრესიაში გამოეხატება. კი, როგორ არა აგრესია დაძდევენ ერთმანეთს ყბენენ, როგორ არა, კი, სუსტად ისეთი არაადეკვატური ქცევები აქვთ. მე ხა ცოფიანი ძროხა მინახია, სხვათა შორის მინახია და ეს არ ვიცი, ეს არის შეშლილი, რომ დარბოდა და ხან ერთს ყბენ და ხან მეორეს არაადეკვატურ მოძრაობებს აკეთებს, ხან მიეჯახებოდა რაღაცას, მე აი რაღაცა ძალიან ვინმე დაინტერესდება ალბათ და აი ცოფიანი ძროხის მერე საკვებში მოხმარება შესაძლებელია. შეიძლება რა თქმა უნდა, რანაირად არ შეიძლება არა. ეს იგზალება. ახლა თუ თერმულად დამუშავდება, მაგრამ მაინც საერთოდ ცოფიანი ნუ არ არის მისაღები და ეს ღერთო დაიფაროს. აი ვიცი რომ ვიღაცას ეს ხილვა გაუჩნდება და ამიტომ ვკითხულობ. არანაირად ესე იგი აი არც ძაღლი და ნუ ძაღლი რა ცხოველი ღორი იქნება დაინფიცირებული რა თქმა არ შეიძლება სახორცეთ გამოიყენო ეს ყველა დაუშვებელი, მაგრამ არც თურქულიანი, აი სხვა დაავადება კი არსებობს ვირუსული, რომელიც აი გძალავს ლაბორატორია და კანონმდებლობა გძალავს, რომ დაინფიცირებული ესე იგი ცხოველის გამოყენება საკვებად ყველა დაუშვებელია. რამე ხომ არ გამომრჩა ეს ალბათ გამომრჩა, იმიტომ რომ არა, გამოჩენდა, არ გამოგჩენია, მაგრამ მე მაინც აი ყველაზე ძალიან ხა ზაფხულის პერიოდია და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისა, რომ ბევრს უნდა ევროპაში წასვლა. და არავინ არ ფიქრობს, რომ უნდა მოხდეს დროულად ანტიჰელმინთიზაცია, მე შემდგომში ცოფის ვაქცინირება, ეს იგი ცოფზე ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდგომში მომზადება დოკუმენტაციის, რომელიც მაგალითად ხელმწვანე შოქს ამოთებს და ისინი მე ესე იგი სისხლი იგზავნება მოკლედ ის თქმა მინდა. როდესაც ჩვენ აქ ცხოველის ტრანსპორტირებაზე ხო? ჩვენ ამაზე სხვათა შორის გადაცემა გვაქვს და შეგიძლიათ სუგობარის არხზე ნახოთ, მაგრამ გაგძელთ. სიამოვნებით აუცილებელია ესე იგი ანტირაბიული ვაქცინაცია და 21 დღეს მოხდება სისხლის გაგზავნა ლიმბახის ლაბორატორიის საშუალებით გერმანიაში. 2 კვირაში მოდის პასუხი და 3 თვის მერე უკვე თუ 0.5-ზე ზემო ტიტრი ესე იგი ნორმის ფარგლებშია, მაშინ შეგვიძლია მე თავისუფლად გავაყენოთ ესე იგი ევროპაში ჩვენი ცხოველები. ეს ამას ითხოვს ევროკავშირი, ამას ითხოვს კანადა, ამერიკა, ბრიტანეთი და ბევრი ქვეყნები და ჩვენც თადარიგი უნდა დავიჭიროთ და ეს რომ პრობლემის წინაშე არ დავდგეთ და ჩვენ საზღვარზე არ ჩამოგვართან ჩვენი ცხოველი იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს ამ ცოფის ტიტრის განსაზღვრის საბუთი, კარგი იქნება თუ გავაკეთებთ. მადლობა ვახო ექიმო, დამღლელი და ცხელი დღის მერე, ზაფხულის დღეა, ორივე გვარიანად დაღლილები ვართ, მაგრამ ვახო ექიმთან მოვედი გარდა იმისა, რომ ის კარგად ერკვევა ამ საკითხში, მას უყვარს კარგად ახსნა და ის თვითონვე ამზადებს ხოლმე ვიდეოებს, შეგიძლიათ მის გვერდზე ნახოთ. ხშირად ტელევიზიაშიც არის და მას აქვს ეს შინაგანი მოთხოვნილება და სურვილი, რომ ჩვენ ცხოველების პატრონებმა და ცუგობრებმა
უკეთესად ვიცოდეთ რა პრობლემები და რა ასე ვთქვათ სიტყვა გამოწვევები გას ჩვენს წინაშე. დიდი მადლობა ვახტანგ მამალაძეს მასპინძლობისთვის, თქვენ ვერ ხედავთ და აი ამ ეპიზოდებსაც დიდი მადლობა. მადლობა რომ გიყურეთ, მადლობა Nutrimax Pets სპონსორობისთვის. ერთი პატარა სიახლე მაქვს, გავაკეთე Patreon-ის გვერდი, ვინც არიცით, ეს არის თუ კი სურვილი გაქვთ რომ ჩემს გვერდს, უგობარის გვერდს დაეხმაროთ ფინანსურად, გახდეთ მისი ასე ვთქვათ რეგულარული ფინანსური დონორი, პატრონი. ამ შემთხვევაში გადადიხართ Patreon-ის გვერდზე, მითითებული იქნება ბმული ამ ვიდეოს განმარტებებში და იქიდან მე ირჩევთ თქვენთვის სასურველ თანხას და ყოველთვიურად ავტომატურად ირიცხება უგობარის არხზე და ეს ეხმარება რა თქმა უნდა არქ განვითარებაში. ეს ყველა რა თქმა უნდა ნებაყოფლობითია. კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა თქვენ. მომავალ შეხვედრამდე.